მოგესალმებით ბატონ დავით, მადლობა იმისთვის, რომ გვითმობთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენთანაც ბუნებრივია, მინდა რომ ვისაუბრო სომხეთში მიმდინარე არჩევნებზე. რას გვეტყვით თქვენ, რამდენად მნიშვნელოვანი დღეა დღევანდელი დღე სომხეთისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ის თუ ვინ მოახერხებს გამარჯვებას, როგორც თავად ამ ქვეყნისთვის, ასევე ბუნებრივია რეგიონისთვის. კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ერთი მხრივ პროევროპული ძალა ფაშინიანის სახით და მისი მთავარი კონკურენტი პრორუსული პარტია. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მე არ მგონია სადმე კიდევ არჩევნებს ესეთი ინტერესით, გულისხმობით, ნერვიულობით უყურებდეს საქართველოს მოქალაქე, გარდა თავისი ქვეყნისა, როგორც უყურებს აი მეზობელ სომხეთში მიმდინარე ამ არჩევნებს, იმიტომ რომ ჩვენი ბედი ძალიან არის ურთიერთგადაჭერჭული და ამ შემთხვევაში ხო პაშინიანის გამარჯვება არის როგორც სომეხი ხალხისთვის, ისე რეგიონისათვის ახალი შანსების მიცემის შესაძლებლობა, რომ პაშინიანი არის სომეხი პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს აი გაარღვიოს ის მოჯადოებული წრე, რომელშიც სომხეთის უპოულობდა ხოლმე თავის თავს. ერთის მხრივ ესეთი მძლავრი ნაციონალური იდეა, წუხილები ისტორიულ სომხეთზე, ისტორიულ მოვლენებზე და მეორეს მხრივ აი ამ წუხილების დასაკმაყოფილებლად კავშირი რუსეთთან. აი ეს იყო აი ეს მოჯადოებული წრე, რომლიდან გამოღწევა სომხეთს, რომლის საზოგადოება საკმაოდ მოდერნიზებულია, საკმაოდ პროევროპული თუ ევროპულია თავისი კულტურით და აი ვერ ახერხებდა ევროპასთან ნორმალურ ურთიერთობებს და ახლოვებას მაქსიმალურად, იმიტომ რომ იყო ერთის მხრივ ტყვე თავისი ისტორიისა და მეორეს მხრივ მძევალი რუსული იმპერიული გავლენებისა და აი პაშინიანი არის პირველი, ვინც ცდილობს ძალიან გაბედულად, საინტერესოდ აი იპოვნოს გამოსავალი ამ მოჯადოებული წრიდან, გახსნას ეს წრე. და ილაპარაკოს, რომ ისტორიული სომხეთი ერთია და თანამედროვე სომხეთი მეორეა. ეს არის სრულიად ახალი დისკურსი, რომელიც მან წარმოშვა და ბუნებრივია ახლა ამის წინააღმდეგ ოპონენტები მაქსიმალურად აი მანიპულაციას ახდენენ საზოგადოებრივი განწყობების, აბრალებენ ესე იგი სომხური ინტერესების ღალატს, აბრალებენ იმას, რომ თითქოს ყარაბაღში დამარცხება ეს პაშინიანის ბრალია, როცა თუ ვინმეს ბრალეულობაზე უნდა იყოს საუბარი, იმათი ბრალეულობა და პასუხისგებლობა ნათელია, ვინც აქამდე მიიყვანა საქმე ყარაბაღის პრობლემას გულისხმობ 30-იანი წლებიდან დღემდე, მაგრამ სწორედ ისინი ახლა პაშინიანს აცხადებენ განტევების ვაცად და სომხური მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამაზე ეგება. ისევე როგორც აი ტრადიციულ შიშზე თურქეთის მიმართ და შესაბამისად რუსეთთან სიახლოვეზე, თუმცა კი რუსეთის მიმართ იგივე აი ეროვნულად განწყობილ სომხებში სავსებით გასაგები უკმაყოფილება და უნდობლობა არსებობს, მაგრამ აი ამ წინააღმდეგობებში გაიმარჯვებს ნელი, ფრთხილი, მაგრამ მთლიანობაში ევროპაზე და დემოკრატიის გამტკიცებაზე ორიენტირებული პაშინიანთან ასოცირებული პოლიტიკური ძალა და საზოგადოების ის ნაწილი, ვინც მხარს უჭერს, თუ ისევ დარჩება სომხეთი იმ ისტორიის ტყვეობაში, რომელშიც ამდენი ხანი იყო, აი ეს საკითხი წყდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ამ საკითხის გადაწყვეტისა. აქ დღეს ბევრს უსმენდი და რა თქმა უნდა, ამ არჩევნებით არ სრულდება პროცესი, გაგრძელდება ისევ რუსული ზეწოლა, რუსული მანიპულაცია, პაშინიანს მშვენივრად ესმის, რამხელა სისტემური დამოკიდებულება არსებობს რუსეთზე, რუსული სამხედრო ბაზა სომხეთის ტერიტორიაზე, რუსული ბიზნესის გავლენები სომხეთში, რუსეთში არსებული სომხური დიასპორა, რომელიც ასევე რუსეთზეა დამოკიდებული მთლიანად, ეს ყველაფერი ფაქტორებია, რომელსაც რუსეთი მშვენივრად იყენებს სომხეთის სუვერენიტეტის შესალახად და ამას პაშინიანი უმკლავდება
აი როგორც შეუძლია და ეს ბრძოლა კიდევ გაგრძელდება, მაგრამ ამ ბრძოლაში დღევანდელ არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ პაშინიანმა მიიღოს განახლებული მანდატი სომხეთის ევროპულ სახელმწიფოდ გადაქცევისათვის. კი ბატონო, რა სიტყვით მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტზე გულისხმობ კარაპეტიანს, ძალიან ძლიერ პრორუსულ ძალას ბატონ დავით, მისი გამარჯვების შემთხვევაში რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება და რა პრობლემები დარჩება, ესე ვთქვათ, სომხეთში? მისი გამარჯვების შემთხვევაში სომხეთი დარჩება რუსულ ორბიტაზე. აქედან მიიღებს იმას, რომ აღდგება კლანურ კორუფციული სისტემა, რომელსაც ებრძვის პაშინიანი, მეტნაკლები წარმატებით, ეს არ არის ადვილი ბრძოლა, ადვილი პროცესი, რომ თაობების მანძილზე გამჯდარი კლანური ურთიერთობები აერთი ხელის მოსმით დაანგრიო. მაგრამ აი კარაპეტიანის გამარჯვების შემთხვევაში ეს ყველაფერი სრული სისავსით აღდგება. როგორც ქვეყნის შიგნით იქნება ისევ ესეთი პოსტსაბჭოთა ჰომო სოვიეტიკუსის მენტალიტეტზე დაფუძნებული საზოგადოების გამტკიცება, ისე რუსულ ფარვატერში დარჩენა, რუსული გავლენის სფეროთ დარჩენა და შესაბამისად საკმაოდ მძიმე ურთიერთობები რეგიონში მეზობლებთან, იგივე აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ეს იქნება, ანუ კარაპეტიანი ამას განასახიერებს. იყენებს აი დაახლოებით ისეთ ბერკეტებს, ისეთ საშუალებებს, პოპულიზმს თანხებს, როგორიც ჩვენ გამოცდილი გვაქვს. ხო და ეს არის მოკლედ ერთი რეალობა, მეორე არის კოჩარიანი, რომელიც ყარაბაღული ამის წარმომადგენელია და მე არ ვიცი იმას რა შეუძლია რომ შეცვალოს, გარდა იმისა, რომ იგივე გააკეთოს, რაც კარაპეტიანმა, ანუ რუსეთთან დაბრუნება, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებულად აქვს სურვილი, რომ შური იძიოს პაშინიანზე პიროვნულადაც, იმიტომ რომ პაშინიანი სწორედ მასთან ბრძოლაში გამოიბრძნა და მასთან და სერჟ სარკისიანთან წინა ორ პრეზიდენტთან ბრძოლაში ჩამოყალიბდა როგორც პოლიტიკური ფიგურა და დაამარცხა ერთიც და მეორეც და მათ ძალიან უნდა შურისძიება. სერჟი ცოტა მოხუც და ნაკლებ აქტიურია, მაგრამ აი კოჩარიანი კიდევ ცდილობს რევანშის აღებას.